ამ ვიდეოთი მინდა მივმართო იმ ადამიანებს, ვისაც ნაციონალური მოძრაობის ბოროტებაში ეჭვი ეპარებათ და მინდა ვთხოვო და მოუწოდო ამ ადამიანებს, რომ უყურონ პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისიის სხდომებს და განსაკუთრებით ვთხოვ და მოუწოდებ, რომ უყურონ აფრასიძეების ოჯახის გადარჩენილი წევრების გამოსვლას აი ამ კომისიაზე და კარგად მოусმინონ ამ ადამიანებს, რას ყვებიან და რას ლაპარაკობენ. მნიშვნელობა არ აქვს ეს არალეგიტიმური პარლამენტის კომისია თუ წულუკიანია თავმჯდომარე თუ პირდაპირ პუტინი რო იყოს ამ კომისიის თავმჯდომარე და რა ვიცი, ლავროვი მოადგილე და რუსებით რო იყოს დაკომპლექტებული მართლა ფაქტებად რჩება და ფაქტები არ იცვლება და ფაქტები არის ის, რასაც ეს ადამიანები, იქ მისული ადამიანები ყვებიან და ამ ადამიანების მოყოლის გარეშეც ეს ფაქტები ფაქტებად რჩებოდა და ყველამ ძალიან კარგად ვიცოდით, რაც ხდებოდა და როგორც ხდებოდა. ყოველ შემთხვევაში მე ძალიან კარგად ვიცოდი, რაც იყო ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლება, რამხელა ბოროტებაც იყო და მეც აი ბოროტების ერთი ჭანჭიკი ვიყავი სადღაც. და სწორედ ამიტომ იყო, რომ დაუპირისპირდი ბოროტებას და მე ერთმა ადამიანმა ჩემით რაც შევძელი და როგორც მოკლედ გავართვი თავი, კარგად თუდად ჩემი გავაკეთე და ჩემ თავთან ვარ პირნათელი პირველ რიგში და ჩემ შვილებთან. რაც შეეხება იმას კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ თურმე რაღაცა არალეგიტიმური პარლამენტში შექმნილი კომისია განიხილავს საქმებს. ამას საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა. ფაქტები რჩება ფაქტებად და ეს ადამიანური ტრაგედიები არ არის მოგონილი ვიღაცის მიერ, არავის ვიღაცების მიერ დაბრალებული და რაღაცა როგორც მიშა თითხნიდა ხოლმე საქმეებს და ისე ხალხს ღუპავდა, ესე შეთითხნილი საქმეები არ არის ეს და ფაქტებია, რომ ფაქტია გირგულიანის უბედურება, ფაქტია აფრასიძეების ოჯახის უბედურება, ფაქტია რობაქიძეების ოჯახის უბედურება, ფაქტია 200 ქუჩაში დახვრეტილი ახალგაზრდა და ეს ადამიანები კონკრეტული სახელი და გვარები იყვნენ და კონკრეტულად ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლება გაანადგურა ეს ადამიანები ფიზიკურად და მათ გადარჩენილ ოჯახის წევრებს კიდე გაუმწარა მთელი ცხოვრება. აი ამ სხდომას ვინც უყურებს კონკრეტულად აფრასიძეების ოჯახის ტრაგედიას და ამის შემდეგ ვინც კიდევ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი დარჩება და შეეცდება რომ გააპრაოს ეს ბოროტება, ყველა ეგეთი ადამიანის დედა მოვტყან. ეგ არ არის ადამიანი და ღმერთის უნდა ეშინოდეს ყველა ეგეთ ადამიანს. ამას ვიძახი აი გულწრფელად და როგორც ვფიქრობ ისე. რაც შეეხება იმას, რომ ეხა ზოგი ისი აპრავებს, რომ თურმე აფრასიძეები ბოროტმოქმედები იყვნენ და ძებნილი იყო იქ ერთ-ერთი ოჯახის წევრი და აბა იარაღი ჰქონდათ და რაღაც სისულელეებს ყვებიან. ამ ლოგიკით რომ მიუდგეთ მაშინ, რომ თურმე იქ დამნაშავე იყო ვიღაცა და ძებნილი, აი ამ ლოგიკით რო გავყვეთ, მერაბიშვილიც დამნაშავია და უნდა მოგვეკლა და არ უნდა გაგვესამართლებინა, ახალაიაც უნდა მოგვეკლა, მაშინ კი არიან ღირსები, მიხეილ სააკაშვილიც უნდა დაეხვრიტათ და რა ვიცი, ყველა ეს ნაბოზრები მაშინ თავისი გია ბარამიძით გაგრძელებული, აი ვინც აფრასიძეების უბედურებას ხელმძღვანელობდა, აი ესენი მაშინ ყველა უნდა დაყვნე და ქუჩა უნდა ხოცონ მაშინ და მერე რა დამნაშავეები არიანო ვიძახოთ მაშინ. ამას არანაირი გამართლება არ აქვს, რა თქმა უნდა. არანაირი გამართლება არ მოეძებნება იმ ბოროტებას, რა ბოროტებასაც ნაციონალური მოძრაობა ეწეოდა მთელი აი 9 წლის მანძილზე
რაც იყვნენ ხელისუფლებაში და კონკრეტულად აფრასიძეების ოჯახის განადგურებას, რა თქმა უნდა, არანაირი გამართლება არ მოეძებნება და ყველა იმის დედა მოვტყან მე, ვინც აი ნაცების სასარგებლოდ რაღაცა გამართლებას დაიწყებს აი ამ სიტუაციის ნაცების სასარგებლოდ. ყველა ეგეთი ქალის და კაცის დედა მოვტყან მე. ეგ არ არის ადამიანი, რა ვიცი, მართლა არა ადამიანი უნდა იყო, რომ აი ამ უბედურებას რომ მოისმენ, აი ამ ტრაგედიას ამ ადამიანების და ამის მერე რო კიდე დადგები და რაღაცების დაიწყებ ნაცების გამართლებას, დედა მოტყნული ხარ, სხვა არაფერი არ გქვია რა. აქ არ ვიცი რანაირად ვთქვა და რანაირად ავხსნა სხვანაირად დამიმძიმდა გულიც და სულიც. ხო ვიცოდი კარგად და პირველად ხო არ გაგვიგია ეს აფრასიძეების ოჯახის ტრაგედია, მაგრამ ამ ადამიანებს რო უსმენდი დამიმძიმდა სული და დამიმძიმდა გული და რა ვიცი, კიდევ ერთხელ დავწმუნდი და კიდევ ერთხელ ჩემ თავთან კიდევ ერთხელ მართალი ვარ იმაში, რაც გავაკეთე და კიდევ ერთხელ დავწმუნდი, რომ სწორად გავაკეთე ის, რაც გავაკეთე, რომ ნაციონალური მოძრაობის დედა რომ მოვტყან და რომ წავედი აი მაგ ბოროტების წინააღმდეგ და ყოველთვის ეგრე ვიზავ და ყოველთვის მე ერთი ადამიანი, ერთი ლაშა კურტანიძე, რასაც შევძლებ იმისათვის, რომ ნაციონალური მოძრაობა არასდროს არ მოვიდეს ამ ქვეყნის ხელისუფლებაში, ყოველთვის ჩემსას გავაკეთებ. არ ვიცი, აი პირდაპირ ვიტყვი რა, იარაღი რო გახდეს, იარაღის ხელში აღება რო გახდეს საჭირო იმისათვის, რომ აი ნაცები არ დაუშვათ, რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ, იარაღსაც ავიღებ, ტერორისტიც გავხდები და ყველაფერზე ხელის მომწერი ვარ. ნაციონალური მოძრაობის დედა მოვტყან მე და ყველა იმის დედა მოვტყან მე, ვინც ნაციონალურ მოძრაობას ამართლებს და რაღაცეებს გაправებას ცდილობს. თქვენ არ ხართ ადამიანები, თქვენ ხართ არა ადამიანები, თქვენ ხართ ბოროტები და ვინც ნაცების გვერდში გახართ და ვინც ნაცებს მხარს უჭერთ, თქვენ მხარს უჭერთ ქართველების სულში ჩაფურთხებას, თქვენ მხარს უჭერთ საქართველოს ტერიტორიების გაჩუქებას, თქვენ მხარს უჭერთ კაცების გაუპატიურებას, თქვენ მხარს უჭერთ აფრასიძეების ოჯახის გაუბედურებას, თქვენ მხარს უჭერთ გირგოლიანის წამებას და ისეს სიკვდილს, თქვენ მხარს უჭერთ სისტემურ წამებას ციხეებში და თქვენ მხარს უჭერთ ქუჩა-ქუჩა 200 ახალგაზრდის დახვრეტას და თქვენი დედა მოვტყან ყველასი. მნიშვნელობა არ აქვს. უბნელი ხართ, ნათესავი ხართ, ახლობელი ხართ თუ შორეული ხართ, თქვენ არ ხართ ადამიანები, თქვენ ხართ გაბოროტებული დედამოტყნულები და მიმიფურთხებია ყველა ეგეთი ქართველისთვის და არაქართველისთვის, ვინც მივადა 5 ნომერს ნაციონალურ მოძრაობას შემოხაზავს. თქვენი დედა შევეცი მე. ვაფშე ყველასი არა აქვს მოტყუებულია და შეცდომაშია შეყვანილი და ის მოატყუეს და გონება ჭკუაურიეს და რაღაცები, ეგ ყველაფერი მაგის დრომ გაიარა. всё, აღა ეგენი უკვე აღარ მოსულა. მაგ რაღაცეებით გაправება. აგერ თუ ვინმე მოტყუებული ხართ კიდე დღემდე თქვენ დედა მოტყნულებო, კიდევ ერთხელ გავიმეორებ. დაჯექით და უყურეთ აი ამ საგამოძიებო კომისიის ხდომას. და მნიშვნელობა არ აქვს თქვენ როგორ აღიქვავთ იქ ლეგიტიმური პარლამენტის წევრები ზიან თუ არალეგიტიმური, მაგას საერთოდ მნიშვნელობა არ აქვს. იქ მისული ადამიანები არიან კონკრეტული ადამიანები, ვისაც კონკრეტულად შეეხო ნაციონალური მოძრაობის რეჟიმი და გაუბედურეს ეს ადამიანები და ამოუხოცეს ოჯახის წევრები. და ეს ფაქტებია და ამ ფაქტებს ვერ შეცვლის ვერაფერი. ამ ფაქტებს ვერ შეცვლის იქ წულუკიანი იჯდება თუ პირდაპირ პუტინი. ფაქტები ფაქტებად რჩება და არ ვიცი რა სხვანაირად როგორ თქვა. ნაციონალური მოძრაობა არის ყველაზე დიდი ბოროტება, რაც კი ოდესმე ამ ქვეყანაში ყოფილა რა. ვერ შეედრება მაგას ვერც კომუნისტები და
ვერც ბოლშევიკები და საერთოდ ვერავინ. ნაციონალური მოძრაობა არის ჩვენი ქვეყნის სირცხვილი და ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო შავი ლაქა და ვერ შეედრება ვერაფერი ბოროტება იმას, რაც იყო ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლება.